მოგესალმებით, ჩვენი პრესკონფერენციის თემა ეხება წალკის რაიონში ეკომიგრანტების და თვითონ წალკის მოსახლეობის გაუსაძლის მდგომარეობას და იქ გამეფებულ ნეპოტიზმს და კორუფციის ფაქტებს. 2012 წლიდან დღემდე ტენდერებისში გადახდილი თანხები ძირითადად დაახლოებით 4 მილიონი ნახევარი არის, რაც წალკის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რეაბილიტაციას, წყლის რეაბილიტაციას შეეხებოდა, მაგრამ დღემდე გაკეთებული და ჩატარებული სამუშაოები არც ერთ ობიექტს არ ეტყობა. ჩვენ როცა დაგვიკავშირდნენ წალკის მოსახლეობა და მოგვაწოდეს ეს ფაქტები და მასალები, თავისთავად ეჭვი შეგვეპარა თავიდან ამ ფაქტების სიზუსტეში, რადგან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დღეს ვინმეს ესეთი რაღაც გაებედა, ადგილზე ჩავედით და ადგილზე დავათვალიერეთ ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა რეალობა და ფაქტი იყო ის, რომ 4 მილიონი ნახევარი ლარი წასული არის ვიღაცის ჯიბეში და წალკის რაიონს 4 მილიონი ნახევრის არაფერი არ ეტყობა იქ გაკეთებული. ძირითადად როდესაც შევისწავლეთ ეს ხელშეკრულებები და ჩატარებული ტენდერები, აღმოჩნდა რომ არის რამოდენიმე კომპანია, რომლებიც კონკურსის გარეშე იღებენ ამ ტენდერებში იმარჯვებენ და იღებენ თანხებს შემდეგ სამუშაოების შესასრულებლად. ეს ერთ-ერთი აღმოჩნდა ესეთი შპს building development-ი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ალექსის სიხუაშვილი და აქ საინტერესო დეტალი ის აღმოჩნდა, რომ 2012 წელს ეს შპს ძველ მეპატრონეს დაათმობინეს ამ პიროვნების სასარგებლოდ და ამის შემდეგ არც ერთ ტენდერში ოფიციალურად მონაწილეობა მიღებული არ აქვს, მარტო წალკის რაიონში წყლის რეაბილიტაციაზე აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა, ასე ვთქვათ, მოხსნილი აქვს ტენდერებიდან დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი. მარტო ამ კომპანიას უნდა შეესრულებინა სამუშაოები და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები არის. ეხლა მინდა ჩამოვთვალო უბრალოდ თანხები, რომ 2014 წელს მარტო წყლის რეაბილიტაციისთვის არის 634,704 ლარი. ხოლო 2013 წელს ამ კომპანიაზე ტენდერისთვის გადარიცხული თანხები შეადგენს 729,777 ლარს. ფაქტიურად გაკეთებული შესრულებული იქ არაფერი არ არის. ერთიც მინდა ვთქვა, რომ სოფელ გუმბათში, წალკის რაიონში, სადაც წყლის რეაბილიტაციისთვის 2013 წელს 390,000 ლარი გამოიყო, ეს თანხა ფაქტიურად წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, რადგან მილების რეაბილიტაციისთვის იყო ეს და მილებში წყალი მიედინება ჩვეულებრივი დინარის წყალი შედის ამ მილში, რომელიც მიეწოდება შემდეგ მოსახლეობას და როდესაც ადგილზე ჩავედით და ეს ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ ონკანს, როდესაც მოვუშვებდით, იქ ტალახიანი და ქვიშიანი წყალი მოდის, რომელიც სასმელად უვარგისია. ასევე სოფელ თრიალეთში ფილტრაციისთვის დაახლოებით 9 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი წყლის ფილტრაციისთვის და როდესაც ფილტრაციის ტენდერი დამთავრდა და ჩაბარდა უკვე, დაფიქსირდა ბავშვების მოწამვლის ფაქტი. სურსათის უვნებლობის სააგენტომ შეამოწმა წყალი და აღმოჩნდა წყალში ისეთი მიკროორგანიზმები, რომელმაც გამოიწვია ამ ბავშვების მოწამვლა. ამის შემდეგ მიიღეს რეკომენდაციები, რომ 9 მილიონი ლარი გადაიყარა ისევ წყალში და მიიღეს რეკომენდაციები, რომ წყალი გადაადუღეთ და ისე დალიეთ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ხო ასევე ეს წყლის რეაბილიტაციას რაც შეეხება, მაგრამ აქვე სხვა კომპანიებიც არის, ეს მარტო ერთ კომპანიაზე მოგახსენეთ, ეს შპს building developer-ზე, რომელიც რატომღაც ექსკლუზიურად იგებს ტენდერებს და ასეთივე კომპანია არის შპს საფარი, რომელიც დირექტორია ვინმე ალექსანდრე მანუელიძე გახლავთ და ის იგებს დიდი რაოდენობით თანხიან ტენდერებს გზის საფარის შესაკეთებლად, თუმცა შეკეთებული იქ არაფერი არ არის. ხო, რაც შეეხება სხვა კომპანიებს, მე უბრალოდ ჩამოვთვლი იმ თანხებს, რომელზედაც გამგებელი ილია საბაძე აწერს ხელს. ერთი არის შპს საფართან დადებული ხელშეკრულება, რომელსაც უნდა გაეკეთებინა სოფლის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია და 151,000 ლარი არის მასზე გამოყოფილი, მაგრამ
ეს სამუშაო რა თქმა უნდა არ შესრულებულა. ასევე გახლავთ შპს ქეთი, რომელსაც 255.440 ლარი აქვს ტენდერის სახით გამოყოფილი, მაგრამ აქ სამუშაოები ეს არის სოფელი იმერაში წყლის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხა. ნუ სოფელი გუმბათი ეს აღვნიშნეთ და იქაც გაკეთებული და შესრულებული სამუშაო არაფერი არ არის და ყველაზე მეტად რაც კიდე შესასწავლია ეს გახლავთ რომ სოფელ გუმბათში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სულ მთლიანობაში სხვადასხვა კომპანიებიდანაც და ამ ერთი კომპანიიდანაც საერთო ჯამში დახარჯული თანხა შეადგენს 2.150.000 ლარს, მაგრამ წყალი მაინც მდინარის წყალი მიეწოდებათ, რომელიც მოდის შემდეგ მილებით მიეწოდება მოსახლეობას. სოფელ თრიალეთში პროექტი ჩაბარებულია, მაგრამ თუ კი გადავხედავთ სამუშაოები არის 40%-ით შესრულებული და არა 100%-ით, როგორც უნდა ყოფილიყო შესრულებული ეს. ნუ მარტო წყალზე და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რო არ ვილაპარაკოთ, აქ არის სარიტუალო სახლებისთვის საკმაოდ დიდი თანხები გამოყოფილი სხვადასხვა სოფელში, ასევე გასართობი პარკისთვის გამოყოფილი და ფაქტიურად იქ მარტო არაფერი არ არის გაკეთებული და ერთი მინდა ვთქვა, ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად, ახლა თავი რო არ შეგაწყინოთ, ერთ-ერთი ესეთი არის მეორე საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო, რომელმაც შეასრულა გზის საფარის შესაკეთებელი სამუშაოები 365.850 ლარი გაიცა ამაში 2013 წელს და იმავე ტენდერზე 2014 წელს კიდე გამგებელი ილიას საბაძემ კიდევ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც მოიგო მისმა ფავორიტმა ფირმამ ნიუ კომპანიის დირექტორმა გიორგი ლომიძემ და ეს თანხა უკვე შეადგენს 657.820 ლარს იმავე გზაზე, იმავე იგივე ტენდერი, რაც 2013 წელს ჩატარდა, 2014 წელშიც იგივე გამოცხადა, ესე იგი 367.000 ლარი ერთ წელიწადს გაიცა ტენდერის სახით და მეორე წელიწადს კიდევ 657.000 ლარზე მეტი. ფაქტიურად შესრულებული არაფერი არ არის. ასფალტის საფარიც კი არ არის დაგებული ამ გზებზე. ხო, რაც შეეხება, ნუ ეს უნდა აღვნიშნოთ წინწყაროში სოფელ წინწყაროში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არის 370.000 ლარი. უნდა შეკეთებულიყო სახურავი, კედლები, იატაკი. სულ ამ სკოლაში სწავლობს 20 მოსწავლე და 370.000 ლარად ახალ სკოლასაც ააშენებ და გამგეობა კეთილსინდისიერი გამგეობა რო ყოფილიყო 370.000 ლარად ახალ შენობას ააშენებდა. ფაქტიურად იქ გაკეთებული არაფერი არ არის. დღესაც წყალი ჩამოდის შენობაში, იატაკი შეუკეთებელია, კედლები შეუღებავია, გათბობა არ არსებობს. ნუ ეს თქვენ თუ მოიქცეთ ეს გამგეობაში მდგომარეობა და რა გასაგებია? გამგეობა კატეგორიულად არ გცემს პასუხს არაფერზე, ის კი არა ტენდერის მასალების ამოსაღებათაც საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდა რომ მოეწოდებინათ ეს ჩვენთვის. ფაქტიურად გამგებელი არ გველაპარაკება, მაგრამ ყველაზე მეტი გასაკვირი ის არის რომ გამგებელს კარგი პრობლემა აქვს ჩვენთან შეხვედრის და იმას არ აქვს პასუხი, რა პასუხი გაგვცეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს ინფორმაცია მიწოდებულია ფინანსთა სამინისტროსთვის, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს გამოძიებო სამსახურისთვის, პროკურატურისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურისთვის და დღემდე არანაირი ინტერესი არ არის ამ საქმეების გამოსაძიებლად, რომ რაღაცას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ ხალხის მდგომარეობა გამოასწოროს. ტენდერების გარდა თვითონ გამგებელი, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაინიშნა, ეს გელა ხვედელიძე მაშინდელი მინისტრის მოადგილის მეგობარი აღმოჩნდა ბატონი ილია საბაძე და მისი ინიციატივით დაინიშნა გამგებლად. შემდეგ თავს მოახუიეს ხალხს ილია საბაძე და უკვე არჩეული გამგებელი გახდა წალკის რაიონის. ფაქტიურად ფეოდალივით იქცევა წალკაში, რო ვთქვათ, შემოღობა წალკის რაიონი და ისე აკეთებს წალკაში ყველაფერს, რომ არც ზემოთ უთანხმებს არავის და არც მოსახლეობას ეკითხება რა სჭირდებათ. ნუ აქ პრობლემები შეიქმნა ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, ამაზე ბატონი კობა ისაუბრებს. მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, ბატონი ილიას ნუ იქ ადგილზე ჯონი საბაძეს ეძახიან მას. თვითონ, როდესაც მოსახლეობაში გადის, რაიმე პრობლემები არის, თვითონ რატომღაც თავის თავს მოიხსენიებს ისე რომ მას ყავს საკმაოდ გავლენიანი ახლობლები, რომლებიც მას მფარველობენ, ამიტომ ის აქციები, რომლებიც იმართებოდა წალკაში
ის მიმართვების სატელევიზიო გაჟღერება იქნებოდა ამ პრობლემების თუ რა, ვერავინ ვერაფერს ვერ უსამს, რადგან მისი მფარველები არიან პრემიერ-მინისტრი და მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, ამიტომ ვერავინ ვერაფერს ვერ უსამს. კი, მოსახლეობაში და ეს ხმები მოდის ჩვენამდე თუ ჩემთან საუბარში მე არც მხვდება რომ ვესაუბრო ბატონი ილიას ამისთვის არც მხვდება. ეს კი არა, წალკაში რასაც ჩავდივართ, ის წალკას ტოვებს იმ დროს რომ ჩვენ თავი აგვარიდოს. და ამას ღიად აცხადებს მოსახლეობაში, რომ მას ვერავინ ვერაფერს ვერ უსავს, როგორც უნდა ისე მოიქცევა, რადგან მისი მფარველები არიან ბატონი თამაზ თამაზაშვილი და დიდი იმედი გქონდა, რომ შეიცვლებოდა გუბერნატორი, რომელიც იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის, იყო კი არა, არის დღევანდელ გუბერნატორზე მაქვს საუბარი, არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და რატომღაც ვფიქრობდით, რომ წალკაში სიტუაცია შეიცვლებოდა, რადგან მაქვს ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობიდან, როდესაც მათ მიიტანეს ეს თავიანთი გულის ტკივილი ბატონ გუბერნატორამდე, ის დაინტერესდა ამ საქმით, მაგრამ დღეს ბატონი ილია იმას აცხადებს, რომ გუბერნატორიც ნაყიდი მყავს და ესე ყიდულობს უყველას თუ ეს ასე არ არის, მაშინ კეთილინებოს ხელისუფლებამ კეთილინებოს პრემიერმაც და დაგვიმტკიცოს, რომ ილია საბაძეს არ მფარველობენ, ის მილიონები მათ ჯიბეშიც არ მიდის, რომელსაც ილია საბაძე ითვისებს იქ და ეს საქმე აიყვანოს პირად კონტროლზე და ყურადღება მიაქციოს წალკის რაიონს, რადგან წალკის რაიონი არის სპეციფიური რაიონი, სადაც მრავალენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და აქ რაიმე პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ ქართული მოსახლეობა იქ გავაძლიეროთ, რომ რაღაც კონფლიქტებთან არ გქონდეს საქმე და კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ. ის რომ ილია საბაძე იქ ერთპიროვნულად განაგებს ყველაფერს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ეხლა ამდელი ჩატარებული საატესტაციო გამოცდებიდან 31 ადმინისტრაციულ ერთეულის 90%-ში მან ისეთი ხალხი დანიშნა, რომლებსაც გამოცდები არც ჩაუბარებენ, ან საერთოდაც არ გასულან გამოცდაზე და თანამდებობების და სამსახურების მიღმა დარჩნენ ის ხალხი, რომლებმაც საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს. მაგალითად, სოფელ თრიალეთში მარინა ირემაძემ მიიღო 42 ქულა, 34 ქულა და დანიშნეს ვინმე მურად ირემაძე, რომელიც საერთოდ არ გასულა გამოცდაზე. ასევე სოფელ კირიაკში ახალშენია გადაარქვეს სახელი, გელაძე ნოდარმა მიიღო 36 ქულა, დანიშნეს ვინმე ედუარდ კლოიანი, მას არც ჩაუბარებია ეს გამოცდები. ასევე სოფელ საღდრიონში დანიშნეს არჩილ ფუტკარაძე, რომელსაც 18 ქულა მიიღო, ვერ ჩააბარა გამოცდა, მაგრამ მერაბ ჯაყელმა, რომელმაც 40 ქულა მიიღო, ის სამსახურის გარეშე დარჩა. სოფელ გუმბათში ბესო წულუკიძემ 36 ქულა მიიღო, მაგრამ დანიშნეს გია კახაძე, რომელმაც 14 ქულა მიიღო და ვერ გადალახა ბარიერი და ვერ ჩააბარა გამოცდა. სავარაუდოდ ეს ხალხი არიან ის ხალხი, რომლებიც არიან გამგებლის ნდობით აღჭურვილი პირები და ამაც ეყრდნობა გამგებელი, როდესაც რაიმე არაკანონიერი ქმედებების განხორციელება უნდა. ერთი მე თავს აღარ შეგაწყენთ, ერთი მინდა ვთქვა, რომ გამგებლის მოადგილე გარდაიცვალა ამ დღეებში და მის მაგივრად ის გარდაცვალებაზე ბატონი კობა ისაუბრებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე დღის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ის პიროვნება, რომელიც შერჩეული იყო ამ ადგილზე დასანიშნად, მას ჰქონდა ყალბი დიპლომი. მე გავაჟღერე ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით და ვთხოვე გამგებელსაც და გუბერნატორსაც გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია, რადგან ყალბი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლით არის დასჯადი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ ესეც გაატარეს, ასე ვთქვათ და ეს კაცი გუშინ დამირეკეს უკვე, რომ დანიშნულია გამგებლის მოადგილედ, ეს არის ანზორ ხიმიკაძე, რომლის წარსულიც საკმაოდ შესასწავლია, იმიტომ რომ ეს ტენდერებში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული მის ფირმა შეპესე აჭარას და საკმაოდ დიდი თანხები აქვს მასაც მითვისებული. ეხლა იმაზე რომ საბაძის და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიგინეიშვილის ნათესავები სად არიან კიდე დანიშნულები, ამაზე აღარ ვისაუბრებ ბევრს, იმიტომ რომ თითქმის მთელი საკრებულოს აპარატი, გამგეობის აპარატი, კომისარიატი დაკომპლექტებულია მათი ნათესავებით. სულ სანათესაო კლანია და ნეპოტიზმის ნიშნებზე როცა ვსაუბრობთ, ხელისუფლება რატომღაც ამაზე ყურცაც არ ეფერტყავს. გამგეობაში დაინიშნეთ გამოცდის გარეშე, თუ ინფორმაცია რა თანამდებობებზეა არის? ესა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებად. ესე ვთქვათ, სოფლის მამასახლისებად თუ რა ქვია ამ თანამდებობას, გამგებლის წარმომადგენლებად არიან დანიშნულები.
კომპეტენცია უცნობია, თავისთავად მათი ქულები მეტყოლებს მათ კომპეტენციაზე. ეს გამოცდა თუ ფარსი იყო და არ უნდა ჩატარებულიყო და ეხლა ვიღაცამ შეიძლება უნარებში ვერ მიიღო მაღალი ქულები, მაგრამ მას საკმაოდ მაღალი კომპეტენცია აქვს, მაშინ სულ ჩავატარებდით ამ გამოცდებს. ისე დაგვენიშნა ეს ხალხი, რა საჭირო იყო მაშინ გამოცდის ჩაბარება, ხო? შესაძლოა ტელეფონს იგებდათ ნეპოტიზმის ფაქტებს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს შესასწავლია და სამართალდამცავი უწყებები ამისთვის არიან. ჩვენ შეგვიძლია ერთი რომ ვთქვათ და მივაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ ამ ფაქტებზე ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები ყურსაც არ იბერტყავს, არაფერს რეაგირებას არ აკეთებს ამაზე და ნუ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ალბათ დავიწყებთ აქციებს წალკის რაიონში და ხელისუფლება ალბათ ამის შემდეგ მოსახლეობის განწყობა როგორია ზოგადად? მოსახლეობის განწყობაზე ბატონი კობა ისაუბრებს, იმიტომ რომ მას უფრო ხშირი შეხება აქვს მოსახლეობასთან და საშინელ მდგომარეობაშია მოსახლეობა იქ. რაც შეეხება იმას, რომ აქ იყო ნათქვამი, რომ გამგებლის მოადგილე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და ის იყო ნაპოვნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი. მე მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურას, რომ გამოიძიონდა ხალხს ის ეჭვები გაუფანტონ, რასაც იქ მოსახლეობაში კითხვები დაიბადა და გასცენ ეს ადამიანი თუ რითი და რა ვითარებაში დაიღუპა. ამისთან მიხედვით კიდევ ასე მინდა რომ აქ იყო ნათქვამი ასევე რომ ადგილზე დაინიშნა მის მაგივრად ერთ-ერთი პიროვნება ხინიკაძე ანზორი ყოფილი ეს ნაციონალი რომელიც ტენდერებში ღებულობდა მონაწილეობას იგებდა რა თქმა უნდა და ისინი ერთად ესენი არიან ბატონი მიშა ცქიტიშვილი რეზო შავლოხაშვილი ეხლანდელი პარლამენტარი რომელიც ბატონმა ზვიადიმ ძიძიგურმა შეიფარა და უცებ ნაციონალი ოცნებისდათ მოგვევლინა ერთად იყოფენ ერთად რო ვიტყვიან კორუფციაში ერთად ჩაეფლენ იქ თვითონ წალკის რაიონში. ეხლა რაც შეეხება ასევე სოფელი კარაკუმეა და აქ მოხდა ასეთი რამე რომ არენდატორი რომელსაც იყიდა მიწის ნაკვეთი და სხვათა შორის 1 ჰექტარი და ეს 1 ჰექტარი აქ ნაყიდი 39 თეთრად. ამ ჰექტარში მოყვა გზა, რომელიც მიდის სასაფლაოზე და მისასვლელი საძოვრებზე. მოსახლეობა ვერ სარგლობს ამ გზით და ამიტომ მოხდა ასეთი რამე, თუმცა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და მოსახლეობას დაუბრუნა სასაფლაო, მაგრამ გზა, რომელიც არსებობდა მისასვლელი, დარჩა ისევ ამ არენდატორის მფლობელობაში და იგი არ ატარებს საძოვარზე მოსახლეობის პიროთხს. ამ დღეებში იყო თვითნებურად შეჭრა, მოსახლეობა შეიჭრა, ისარგებლა ამ გზით, მაგრამ აქ მოხდა შეხლა შემოხლა, ჩაერია სამართალდამცველები და ელოდება გადაწყვეტილებას მოსახლეობა, რომ ამ გზას დათმობენ და ასევე მოსახლეობა ისარგებლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ მოსახლეობა სხვა მდგომარეობით არ ატარებს თავისია საკუთრებაშია და რა თქმა უნდა არ ატარებს, იმიტომ რომ პოლიცია გამოიძახა, ის არის მის საკუთრებაში და რა თქმა უნდა საკუთრებაში არავის არ აქვს უფლება შესვლის და მიწით ან გზით ისარგებლოს. მაგრამ ეს სხვა არ არის, არ არსება. ეს სასაფლაოც კი იყო მის და სასაფლაოსაც კი გაუყიდეს. იქ არის 6 სასაფლაო და სასაფლაოც გაუყიდა ამ ტენდერში რომელმაც მიიღო ამ ადამიანმა და ეს სასაფლაოც იმისი იყო. მაგრამ ეხლა სასამართლო გამოიტანა სასაფლაო დაუბრუნეს. ასევე არის ქალბატონი, ხო, აქ არ არის მარტო ეს გზა, არ არის მარტო, აქ არის კიდევ უფრო საშინელება, რომ ხალხს ყრიან სახლებიდან. ეს არის ბერძნების სახლები, სადაც არის ქართველი მოსახლეობა ჩასახლებული და მე გეტყვით, აი სულ ახლა 9 მაისს დამირეკა ქალბატონი ჟუჟუნა საგინაძემ, სოფელი ედიქილისია ასეთი, რომელსაც გამოაგდეს, ეს ქალბატონი არაერთხელ გამოაგდეს, გამოაგდებენ შეეისებ და ასე შემდეგ. გამოაგდეს, გამოუყარეს ყველაფერი საკუთარი ნივთი, ავეჯი, გადმოუყარეს მეორე სართულიდან ეს სახლი, ეს ავეჯი ამ ადამიანს და მოთხოვდა დახმარებას თუ რა მექნა და რა გაეკეთებინა. მე ვუთხარი რომ მიემართა სამართალდამცველს, თუმცა მან მითხრა რომ აქ ბრძანდებოდა პოლიციის უფროსი წალკის რაიონის და არავითარი რეაგირება არ ხდებოდა ამის შედეგად. მასაა გადახდილი $800 ნახევარი საფასური ამ სახლის და გადასახდელია კიდე ნახევარი, მაგრამ როგორც ასე ამ ყველაფერში და აი ამ გამოყრაში, ამ მდგომარეობაში
ყველაფერი ხელი ურევია ბატონ საბაძეს. ასევე არის ლომიძე არჩილი სოფელი სამებიდან, ისიც ხუთწლიანი ოჯახი გამოაგდეს ეხლახან სახლიდან 3 კვირის უკან, ისიც ყიაცის ქვეშ არის და ეს ერთეულებია და ძალიან უამრავია ყველა სოფელში ასეთი მდგომარეობა დროებით შესახლებული ბერძნების სახლში ჩვენი აჭარელი ძმების. მე ესევე ვიტყვი ესეთ რაღაცას და ხელისუფლებას მოუწევთ, თუ მდგომარეობა არ შეიძლება წალკაში, მოსახლეობას აქვს გადაწყვეტილი ასეთი რაღაც. რომ დატოვებს წალკის სოფელებს, მოხდება მათი წამოსვლა, აიყრებიან, წამოიყვანენ თანიან საქონელს და ჩამოვლენ თბილისში. და ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება და ალბათ აქ თბილისში თუ არ გააჩერებენ, შემდეგ ამას წავლენან იმ მიწა-წყალზე დაბრუნდებიან, რასაც აჭარა ქვია. ასე რომ მოსახლეობას უნდა ხელშეწყობა, უნდა სახლი, უნდა მიწის ნაკვეთი, რათა იმათმა იცხოვრონ, იმუშაონ და მოიყვანონ დოლათი და შექმნან რაღაცა პირობები. ერთ-ერთი ასეთი იმას ვიტყვი, რომ 11 მაისს საღამოს 18 საათის შემდეგ მოხდა თბილისში ასეთი ფაქტი. წალკის რაიონიდან ჩამოსულები იყვნენ მერკვილაძე და მგელაძე, რომლებიც ყიდიდნენ ყველს გარეთ ბაზრის ტერიტორიას და მიმდებარე ტერიტორიასთან და საპატრულო პოლიციამ ჩამოართვა საქონელი. გამოუწერეს მათ ჯარიმა, თუმცა მან არ იცოდნენ, რომ ის აკრძალული იყო გარეთ მოვაჭრობა თუ ასე შემდეგ, მაგრამ მაინც და მაინც ამაზე გამახვილდა ყურადღება ამ პიროვნებებზე. ჩამოართვეს, გამოუწერეს ჯარიმა და ეს საქონელი, რაც არ უნდა სასაცილოდ არ უნდა გეჩვენოთ, თავშესაფარს გადასცეს. რაღაც ასე უცებ გადაწყვეტილება მიიღო საპატრულო პოლიციამ, მე არ ვიცი. მივმართეთ ჩვენ საპატრულოს, მივმართეთ. არ არის აღნიშნული არც ქვითარში, არც იმაში. მივმართეთ სამართალდამცველებს და ველოდებით რეაგირებას, მაგრამ როგორ აიქნება მისი ანაზღაურება ამ საკუთრების, მე არ ვიცი. აი ეს მდგომარეობა ზოგადად მე არ მინდა თავი მოგაწვენოთ, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა თვითონ ზოგადად წალკის რეგიონში და თუ ასე გაგრძელდა, დარჩება ცარიელი ეს რეგიონი ქართველი მოსახლეობიდან, დაიცლებოდა. ალბათ მე ამ ანგლისის შემდეგ შეიძლება საქართველოს ქართული სიტყვისა და ხმის გაგონება შეიძლება სანადრელი გაგვეხდეს. ანუ აჭარიდან ჩამოსახლებული ემიგრანტების სახელმწიფო დროებით სარგებლობაში გადასცეს სასწავლებლები, ანუ არ დაუყარეს. უნდა შეესყიდათ. მე დიახ ასევე გეტყვით. ეს მოხდა ზოგს ძალიან ერთეულებს აქვს აქ ასევე და ზოგს ნახევარი თანხა გადახდილი, ზოგს მთლიანი და საკუთრებაში აქვს უკვე, ზოგი არის დროებით შესახლებული, მაგრამ მე არ ვიცი ახლა არის რომ სამინისტროში იყო ამაზე შეხვედრა, პოლიტიკა განსახლების სამინისტროში ამ თემაზე, აი ამ პრობლემებზე, აი ამ გამოსახლებასთან მიმართებაში საქმის ყურშია სხვათა შორის სამინისტროში კოტე რაზმაძე, იციან რა ხდება წალკაში, მე მათ ისიც უთხარი რომ ძალიან რთული ვითარებაა და ვერ მოაგვარებენ ისინი მდგომარეობას ვერავითარ შემთხვევაში, სანამ იქ პირადად და ხმამაღლა ვიტყვი რომ სანამ იქ იქნება გამგებელი დღევანდელი, რომელიც არის რომელიც არის საბაძე. არავითარ შემთხვევაში არ დალაგდება. ეს პიროვნება არის, რომ ყველანაირად უწყობს ხელს, რომ მოსახლეობა, ქართველი მოსახლეობა იქიდან წავიდეს. აი ეს არის ჩემი სათქმელი, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა.